გამარჯობათ მეგობრებო, თქვენი ყოფებით არხზე ზუმას რაივი. მე ლევანი ვარ, ხოლო რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ სტუმარს, დღეს ჩვენთან სტუმრად არის 2005 წლიანი ნამდვილი იაპონელი განგსტერი Subaru Forester. პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, ვინც იწერთ ჩვენ არხს, გვაფოლოებთ და გვიდგახართ გვერდში. 3 თვე გავიდა დაახლოებით, რაც ვიდეო არ გადაგვიღია და იყო რაღაც პრობლემები იქეთ-აქეთ, ზოგჯერ ამინდები არ გვიწყობდა ხელს, მაგრამ საბედნიეროდ ეს ყველაფერი მოგვარდა და ეხა ორმაგად ხოძზე ვართ და უფრო განახლებულად შემოგთავაზებთ ახალ ვიდეოებს. ამისათვის კი თქვენი აქტიურობა არის საჭირო, აუცილებელია დაგვიდგეთ გვერდით და გამოიწეროთ ჩვენი არხი. აქვე გეტყვით იმასაც, რომ გვაქვს გათამაშება 1000 გამომწერზე, ვათამაშებთ ავტომობილის ვიდეო რეგისტრატორს, ასე რომ ალბათ თქვენ იცით, იაქტიურეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ საინტერესო ვიდეოებს. ზოგადად, სანამ უშუალოდ ავტომობილის განხილვაზე გადავალთ, მოკლე ისტორია მინდა გითხრათ ზოგადად Subaru Forester-ის შესახებ. როდესაც იაპონური ბაზარი გაიხსნა საქართველოსთვის და იაპონური მანქანები შემოვიდა ჩვენთან, ერთ-ერთი მათგანი სწორედ იყო Subaru Forester-ი. იყო იმ დროისთვის საკმაოდ კარგ ცხენებზე, ჰქონდა ტურბინიანი ძრავი და საკმაოდ კარგ ჯანზე იყო. შეგეძლო მაგალითად გაგორებოდი ისეთ მანქანებს, როგორიც არის BMW E39, ლეგენდარული კუზაო, რომელიც მე პირადად ძალიან მოწონს 520, ასევე Mercedes-ებიდან შეგეძლო მაგალითად E-კლასი, S320 ან 420 თუნდაც და ერთი სიტყვით იმ დროისათვის ამ მანქანას ჰქონდა საკმაოდ კარგი ცხენები და საკმაოდ კარგი ჯანი. რო ჩამოვიდო და ეს მანქანა ეგრევე გამბაჟებასაც კი არ აცდიდნენ როჟები, ეგრევე მიდიოდა ხელოსანთან, ეგრევე ნასტროიგდებოდა სტეიჯი, ტურბოს ბუსტი და რავი 1000 რამეს უკეთებდნენ მანქანას, ბუსტავდნენ, ანასტროიკებდნენ და მოყავდათ ძალიან მაგარ ხოძზე. მაგრამ ერთი რა იყო ეხა წარმოიდგინე, მანქანა ყავს მაგარი გაკეთებული, მაგარი დაბუსტული, ტიპი ხარ იმენა მანქანა იცი რომ ყავს რა ვიცი ძალიან მაგარ ხოძზე და ერთი სული გაქვს როდის გახვალ ბანზე რომ საღამოსო დაუჭირო ნებისმიერ მანქანას რომელიც იქნება და გინდა რომ ნახო რა შეუძლია შენ მანქანას იცი რომ განაკეთები ყავს საკმაოდ კარგი ცხენის ძალები გაქვს და გაქვს ერთი სული რომ დაუდგე მანქანას რა და ამ დროს რა ხდება ზოგჯერ ერთ ჩაჭერაზე მაგალითად რო დააჭერ მაგრად მიდიხარ გასწორებულში ხარ და უცებ ისმის მეოთხე ცილინდრის კაკუნი, რა არის ეს ახლა. შეიძლება, ამ ჩაჭერაში ერთი მეოთხე ცილინდრის გამო შეიძლება ძრავი დასტუკულიყო, ამას ჯვარის წერია. ეგეთი პრობლემა ქონდა დვაინოლ ტურბოს, მაგრამ გეტყვით აქვე იმასაც, რომ თუ კარგად იქნებოდა ეგ მანქანა გაკეთებული და ისე იქნებოდა გაკეთებული, რაღაც წესი დარიგია და კაი ხელოსანი დაანასტროიკებდა მაგ მანქანას, ეგეთი რამე, თლად ეგეთიც არ იყო, ეხლა რომ მართლა ერთ ჩაჭერაზე გაფუჭებულიყო და მაგიტო უძახოდნენ ზოგჯერ Subaru-ს ღადაობაში. და ერთს აქვე გეტყვით კიდევ რომ ზოგადად როცა ყავს ტურბინიანი მანქანა, ტურბინიან მანქანას უნდა ძალიან დიდი ყურადღება და თავისებური მოვლა. ვიცი ახ ერთი ადამიანი მიყურებს ის დღესაც, ყავს ტურბინიანი მანქანა, დაქოქავს თუ არა, ეგრევე სიჩქარეში კრა და გავიდა, გახურებასაც არ აცდის მანქანას და კიდევ ერთხელ ვიძახი, როცა ყავს ტურბინიანი მანქანას მანქანას უნდა თავისებური მუღამი, თავისებური ყურადღება და დამიჯერეთ თუ მასე მოვლით მაგ მანქანას არ იქნება თლად მასე პრობლემური. ერთი ჩემი აზრი მინდა შემოგთავაზოთ Subaru Forester-ის შესახებ. მე ვთვლი რომ როცა ამ მანქანას ყიდულობ, Subaru Forester-ს ყიდულობ, გაქვს 3 ვარიანტი.
პირველი ვარიანტი არის, აი მანქანა მოხოდო ისე, აი ძალიან თესლიძე რომ მოხოდო, მანქანა გააკეთო, რასაც ქვია ძალიან მაგრად რა, როგორც ეს მანქანა არის ეხა და აი ყველას ყურადღების ცენტრში რო ხარ, აი სადაც გაივლი, ყველა თვალს გაყოლებს, აი ყველა გიყურებს, ყველა მოდის, გეკითხება, ვა რა მაგარი მანქანაა, რა მაგარ ვიძე ყავს საღოლ და იასნა ამაშიც შენს გასწორებულში ხარ რა, მე პატრონ ეგ სიამოვნებს, რომ ყველა დადებით კომენტარებს გეუბნება და ყველას მოწონს შენი მანქანა. გაქვს ასევე მეორე ვარიანტი, აი ხო ჩამოდის, აი მეორე ვარიანტი არის ეგრევე დალიფტო ეგ მანქანა, აი გააკეთო რაღაც off-road monster-ად რა აქციო და სხვათა შორის თქვენ წარმოვიდგინეთ Subaru Forester-ებიც off-road-ში ძალიან კარგი არის, ზოგადად Subaru-ს კვადრო სისტემა 420-ზე ძალიან მაგარია და აი თუ მართლა გააკეთებთ იდეალურად დალიფტავთ, ცოტა წამოწევთ და უფრო დიდ საბურავებს დაუყენებთ, მაგეც არ იქნება სხვათა შორის ცუდი და მაგაზეც ბევრი ადამიანის ყურადღების ცენტრში იქნებით, აი ვისაც ევასება ზოგადად off-road-ი და 4x4 სისტემა და ეგეთები. და გაქვს ასევე მესამე ვარიანტი არის, აი იყიდო, ვაფშე სადა პრასტოი მანქანა, რომელსაც აი ტუმანიკის ფარიც კი არ ექნება შენაცვლელი, იყიდო ეგეთი მანქანა, იარო სახლის სამსახური, უცვალო ზეთი საბურავები და აი ყველას კიდი ხარ იმენა Subaru ყავს თუ Jiguli კაციშვილი არ შემოგხედავს რა. აი ეს სამი ვარიანტი არის Subaru Forester-ის შესახებ. ხო და როგორც ჩვენ დღეს ჩვენთან სტუმრად არის აი ეს მანქანა მიეკუთვნება პირველ ვარიანტს, ძალიან მაგრად არის გაკეთებული, ძალიან ლამაზი მანქანა არის და მოდი ეხლა დრო არის უკვე ბევრი რო აღარ ვილაპარაკოთ, გადავიდეთ ამ მანქანის ვიზუალზეც. აი პირველი რაც ამ მანქანას შევხედე, ეგრევე მომეწონა მისი ფერი, ამ მანქანის ფერი. არის ძალიან სასწაული ფერი არის, ძალიან მაგრად დამევასა, ლამაზი არის და მაგრათაც უხდება. აი ეს მანქანა რო დადის ქუჩაში, რავი, ძალიან ბევრი ადამიანის ყურადღებას იქცევს. დამერწმუნეთ ნარდო გრეი არის ეს ფერი, როგორც მის მფლობელიდან ვიცი და პირველ რიგში კიდევ აქვე ვიტყვი ბარემ რომ მადლობა მინდა გადაუხადო ამ მანქანის მეპატრონეს გიორგის, ძალიან მაგარი ადამიანი არის, აი კი ხედავთ როგორი მოვლილი ყავს და როგორ ვიზუალზე ყავს მანქანა და ცივნიავს არ აკარებს და ძალიან მაგრად უვლის და მადლობა მას ამისთვის და რესპექტი რომ ესეთ ვიძე ყავს ეს მანქანა და ძალიან კარგად უვლის, მაგარი ადამიანია და მადლობა გიორგის. გადავიდეთ ახლა კიდევ ვიზუალზე, როგორც აღვნიშნე, ფერი ძალიან მაგარი აქვს და ხო, ერთი მე თვალში აი Subaru საჰაერო დიდი ტურბოს პლასმასი, აი რომელიც ახლა ამ მანქანას არ აქვს, მაგრამ შეიძლება სამომავლოდაც დაყენდეს, აი უზარმაზარი ტურბოს ჰაერის შემშვები, რომელიც კაპოტზე უყენია, ძალიან ლამაზია. ნუ ახლა ეს როგორც ვიცით, ანუ არის პრასტოი ძრავზე, ტურბინიანი ძრავი არ არის და ამაზე დეტალურად მე კიდევ გეტყვით, რომ გადავალთ უშუალოდ ძრავზე, მაგრამ სამომავლოდ დაველოდოთ ყველაფერი იქნება ამ მანქანასთან დაკავშირებით და ერთი მე პირადად დამაგლა თვალში ეს როგორც გითხარით. დანარჩენი ახლა წინიდან დიდი უზარმაზარი ცხაურა უყენია, შავფერში არის და ძალიან მაგრად არის ერთი სიტყვით გაკეთებული, აი ეს ბამპერით ძალიან მაგრად უხდება, აი დიდი ცხვირი აქვს, რავი, როგორ გითხრათ, ძალიან ლამაზი გამოხედვა აქვს და აი ცოტა აგრესიულადაც კი იყურება ეს მანქანა და გზაზე რო დგას და გზაზე მოდის, კაროჩე, ძალიან მაგარი აგრესიული გამოხედვა აქვს რა. ბამპერზე ასევე გვიყენია სანისლე ფარები. მე ყოველთვის ვამბობ და აღვნიშნავ, რომ მანქანას, რომელსაც აქვს აი ეს სანისლე ფარები ძალიან ლამაზია და გზაზე როცა მოძრაობს მანქანა ძალიან მაგრად უხდება. ეხლა გვერდითა ვიზუალიც მინდა განახოთ ამ მანქანის, აი პირველი და როგორც შეხედავ მანქანას, ამ თვალში ხდება დისკები. აი ყოველთვის ვიძახი, რომ დისკებს ავტომობილზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აი მაგალითად თუ ყავს Jiguli, თუ მანქანას უყენია ძალიან მაგარი და ლამაზი დისკები, აი სულ სხვა ვიზუალს აძლევს ავტომობილის დისკები, ამას ვიძახი ყოველთვის და მე პირადად მევასება ავტომობილზე ძალიან მაგარი დისკები. როგორც ამას უყენია და აღვნიშნავ, ძალიან მაგარი დისკები არის, 18-იანი დისკები არის და 9G არის, უზარმაზარი არის და რავი, თქვენ თვითონ ნახეთ რა მაგარ ვიძე დგას ეს მანქანა, ძალიან მაგარია და უხდება. გვერდიდან კიდე მინები ჩამუქებულია და ესეც ძალიან ლამაზ ვიზუალს აძლევს ავტომობილს, ყოველთვის აღვნიშნავ, რომ მინები მანქანაზე სულ უნდა იყოს ყოველთვის დამუქებული, თუ ისი არის, რომელსაც არ აქვს, აი ლანდი და რა ყველაფერი ჩანს მანქანაში და კაივიც მაინც არ აძლევს, ჯობია რომ დამუქებული იყოს და ამ შემთხვევაში ამაზეც გაკეთებულია მინების დამუქება. აი ეს შავი ფერი კიდე ამ დეტალებზე ძალიან მაგრად გადის და ფერი როგორც აღვნიშნე იდეალურია და იდეალურად უხდება. აი ეს Subaru-ს კიდე დაბლითა დამატება, დაბლითა კანტი კიდე ძალიან ლამაზია და ერთი სიტყვით გვერდითა ვიზუალიც ამ მანქანას აქვს ძალიან მაგარი. ეხლა გადავიდეთ უკანაც მინდა განახოთ ეს მანქანა. აი პირველი ამ მანქანას რო შევხედავთ, რაც თვალში ხდება არის მისი სპოილერი, ძალიან ლამაზი სპოილერი აქვს და ესეც რა თქმა უნდა უხდება. მანქანის საბარგულშიც მინდა ჩაგახედოთ.
აი ნახეთ, просто Subaru-ს უკან რამხელა ფართი აქვს. აი საკმაოდ ფართი არის, აქ უეჭველი ახლა ერთი ძალიან დიდი ბაზსავი კი უნდა გედოს, ბაზბოჭკა, როგორც Subaru-ებს შეეფერება, თავისუფლად დაიდება, იმხელა ბაგაჟნიკი აქვს და საკმაოდაც კარგი ადგილი რჩება კიდე უკან. ერთი სიტყვით უკანა საბარგული არის ძალიან მაგარი ამანქანაზე. ხო და ერთი კიდევ Subaru-ზე მთავარი რაც არის, აი Subaru-ს მაყუჩი. აი ყველა Subaru-ს, რომელსაც უყენია ძალიან მაგარი მაყუჩი, ძალიან მაგარი ხმა აქვს და ზოგადად ხო Subaru ცნობილია თავის მაყუჩებით, იმენა ამასაც ძალიან მაგარი ხმა აქვს და ძალიან ლამაზი მაყუჩიც უყენია. ეხლა რა შეეხება ძრავს, ნახოთ ძრავის. აი, ყოველთვის ვიძახი, რომ ამ მანქანას ერთი მინუსი ახლა შემიძლია დაუწერო, აი ამაზე ნახეთ. ორი ამორტიზატორი, ან ერთი კარგი ძლიერი ამორტიზატორი, რო გქონდეს, ბევრად კომფორტული იქნება და ბევრად კარგი იქნება. აი, აღარ მოგვიწევს აი ესე ხელით დაკავება და ამბები. ეხლა რა შეეხება ძრავს, 2-0 პრასტოი ძრავი დევს, ატმოსფერული ძრავია, რომელიც გამოიმუშავებს 158 ცხენის ძალას და 186 ნიუტონმეტრი გააჩნია. რა უპირატესობები აქვს ეხლა ამას ტურბინიან ძრავთან შედარებით, ანუ ნაკლებად პრეტენზიული ძრავი არის, საკმაოდ კარგი გამძლე ძრავი არის და უფრო მეტი რესურსი გააჩნია მასთან შედარებით. რა თქმა უნდა, ეხლა თავის დროზე დროული ზეთის შეცვლა და დროული მოვლა კარგი არის და უფრო მეტი რესურსიც აქვს ამ ძრავს. წვას რაც შეეხება, ეხლა 100 კილომეტრზე ეს მანქანა ქალაქში მოიხმარს 11-დან 13 litrამდე, ნუ ესე უწერია ეხლა ქართული მონაცემები, ხოლო ტრასაზე კი წვავს 8-დან 9-10 litrამდე, ადის ესე საშუალო წვა. დანარჩენი ეხლა პრასტოი ძრავი არის, როგორც გითხარით, რესურსიანი ძრავი არის და საკმაოდ კარგი გამძლე ძრავიც არის. ავტომატიკა აყენია, გადაცემათა კოლოფი აქვე გეტყვით იმასაც. და ერთი სიტყვით პრასტოი ძრავი იდეალურია, აგერ მფლობელს როგორც ხედავთ უყენია თხევადი გაზი და კარგი ეკონომიურიც იქნება ამასთან შედარებით, იმიტომ რომ ეხლა 13-დან გააჩნია სიარულს კიდევ როგორ დადიხარ, შეიძლება ამ მანქანას დაჟე 17 და 15 litrას დააწევინო. ნუ გააჩნია მანევრს როგორ დადიხარ და როგორ მოძრავ. გადავიდეთ ეხლა, გავიაროთ უშუალოდ ავტობანზე, ნახოთ როგორ დადის და ასევე სიარულის კადრებსაც შემოგთავაზებთ. ეხა 1-2 სიტყვით სალონიც მინდა განვიხილო ამ მანქანის. დავიწყოთ მოდი ტორპედოთი, როგორც სტანდარტულად ვიწყებთ ხოლმე.
რაც შეეხება ტორპედოს, კარგი ტორპედოა, მინდა აღვნიშნო, მით უმეტეს ამ წლის მანქანისთვის 2005 წლიანი არის ეს მანქანა და საკმაოდ კარგად არის ეს ტორპედოც შენახული. ზემოდან პლასმასი არის, მაგრამ აქ რბილი რეზინოვანი მასალაც არის გამოყენებული და საერთო ჯამში რო შევაჯამოთ ტორპედო Subaru სტილში არის გაკეთებული და მე პირადად მომეწონა, კარგი არის. აქვე გვაქვს პატარა მონიტორი, ესე ძალიან ლამაზია, აქვე ავარიულების ჩამთველი, აქ კლიმატ კონტროლი, დაბლა პატარა სათავსო გვიყენია, გადაცემათა კოლოფი, როგორც გითხარით, ავტომატიკა არის მანქანა და ავტომატიკის გადაცემათა კოლოფი არის. აქვე პატარა სათავსოც გვაქვს, აქ ჭიქით ჩასადები, ერთი სიტყვით ამ მანქანას ფართი აქვს, ძალიან კარგი, აი სპორტულ მანქანასთან შედარებით გულისხმობ, ეხა ფართი და ჯდომის პოზიცია იდეალური არის. აქვე გვაქვს კიდევ ხელის დასადები, როგორც მიჩერები ხართ, ხელის დასადები ბარი, კარგი არის და ზომაც საკმაოდ კარგად დგას. ეხა მაჩვენებლებთან დაფაზეც გეტყვით 1-2 სიტყვას და ამაზეც აღვნიშნავ, რომ იმენა Subaru სტილში არის გაკეთებული, ძალიან ლამაზია და მე პირადად მომეწონა, კარგი არის. აქვე გვაქვს ტახომეტრი, სპიდომეტრი, წყლის მაჩვენებელი უყენია რა თქმა უნდა და ბენზინის აუზის მაჩვენებელიც გვაქვს აქვე. 1-2 სიტყვით ეხა საჭესაც შევეხები, იდეალური საჭი არის, ტყავის შემოკერილი საჭი არის, ტყავით არის შემოკერილი და სხვათა შორის გჭირავს ხელში, ძალიან მაგარია და კარგადაც დგას ხელში. საჭეც მომეწონა და კარგი არის. ეხა გადავიდეთ გვერდებზე, აბლიკებზე, აქაც რბილი რეზინოვანი მასალა არის, ნახევრად, აი ნახეთ როგორია. აქ ეხა კი პლასმასები გვაქვს და გვექნება Subaru-ა, აქ მინის ამწევ-დამწევები, კარების რეგულირება, ჩამკეტ-გამღები, სარკეების რეგულირება გვაქვს კიდევ და აქ დამატებით კიდევ სათავსო ფართიც გვაქვს. ეხა კიდევ სავარძლებზე გეტყვით 1-2 სიტყვას, სავარძლებიც ძალიან მაგარია ყენია, კომფორტული სავარძლებია. ჯდომითაც იდეალურად ვზივარ. აიჟე კიდე საერთოდ აი წელსაც არ მტკენს, იმენა იდეალურად ვზივარ ამ სავარძელში რა. სიტყვით სალონი და ფართი ამ მანქანის მე პირადად ძალიან მომეწონა და იდეალური არის. აქვე შეგახედებთ ჭერზეც, ქარხნული ჭერი არის, როგორც მიჩერები ხართ და აქვე კიდევ დამატებითი სათავსოები გვაქვს, სათვალის ჩასადები და ასე შემდეგ და ეს პლუსი არის. მე პირადად ერთს მევასება, რომ აი მაგალითად ესენი ეს სტოიკები არის ჩაშავებული მანქანაზე და მე ჩემი რო იყოს ეს მანქანა ამას ეგრევე დავაშავებდი და ძალიან მაგრად მოუხდებოდა, იმიტომ რომ გარედანაც ეს მანქანა გარკვეული დეტალები, აი მაგალითად თუნდაც სარკეები შავი აქვს და აქაც ეს ძალიან მაგრად მოუხდებოდა. და რავი, სხვა დანარჩენი ეს მანქანა შიგნიდანაც, როგორც გარედანაც, ასევე შიგნიდანაც არის იდეალური და მე პირადად სალონი ძალიან მაგრად მომეწონა რა. ერთი სიამოვნება ამ მანქანით სიარული და განსაკუთრებით კიდე აი ეს გუგუნის ხმა გესმით ალბათ რა, ეს Subaru-ს ხმა. აი ეს გუგუნი რა, იდეალურია რა. ერთი სიამოვნება ამ მანქანის სიარული და ამ მანქანის ხმის გაგონება. მე მომეწონა, მაყოფილი ვარ და დანარჩენი თქვენ თვითონ შეაფასეთ რა. ბოლოს ჩვენი იაპონელი განგსტერის ტესტ-დრაივით დასასრულს მიუახლოვდა. 1-2 სიტყვით მინდა საბოლოოდ შევაჯამოთ ამ მანქანაზე ჩემი შთაბეჭდილებები. აი თუ ვინმე ხართ დაინტერესებული დღესაც ესეთი მანქანის შეძენით ზოგადად, აი არ ინანებთ ნახდად, ძალიან ბევრი ადამიანის ყურადღების ცენტრში იქნებით, თუ რა თქმა უნდა ესეთ ვიძე იქნება და ესეთ ვიზუალზე იქნება ავტომობილი. ძალიან მაგარი ავტომობილია, როგორც აღვნიშნე მე პირადად, ძალიან მომეწონა და ძალიან ასიამოვნები დავრჩი ამ მანქანით, აი ყველანაირად, როგორც გარედან, ისე შიგნიდან, რავი, ყველანაირად იდეალურია ჩემთვის ეს ავტომობილი და თუ ვინმე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ხართ დაინტერესებული ესეთი მანქანის ყიდვით, დამიჯერეთ, არ ინანებთ, ახალგაზრდულიც არის, აი რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ეხა მაგალითად, მე პირადად გეტყვით, რომ ეს კუზაო, ეს არის ლეგენდა კუზაო, ეს მირჩევნია, აი ამის შემდეგ ახალ მოდელ კუზაოებს, იმიტომ რომ ეს ჩემ თვალში უსვავს ხაზს სპორტულობას, კი ხედავთ როგორ ვიძეც არის და ძალიან მაგარია და სპორტული ვიდი აქვს ამ მანქანას. და მე პირადად ეს კუზაო ბევრად მირჩევნია იმ ახალ კუზაოებს, აი ახალი Subaru, რავი, ჩემ თვალში Forester-ი, ახალი Forester-ი არის აი უბრალოდ ჯიპი რა, აი ჩათვალე არის ქალაქის ჯიპი, მიხვალ, მოხვალ სახლის სამსახური და მაქსიმუმ მოგზაურობაზე წახვიდე. ეგ არის ახალი Subaru Forester-ი ჩემთვის, ხოლო ეს არის სპორტული, აგრესიული და რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ეს მანქანა ყოველთვის დარჩება აგრესიული და სპორტული ავტომობილი. მადლობას მოგახსენებთ ყურებისათვის
გამოიწერეთ ჩვენი არხი, როგორც გითხარით, დაგვიდექით, გვერდით, ჩვენთვის ეს ძალიან დიდი სტიმულია და აწი გზა შემოგთავაზებთ უფრო მაგარ და მოხოდილ ვიდეოებს. აბა თქვენიცით იაქტიურეთ და დიდი მადლობა ყველას ყურებისათვის. აბა თქვენიცით მომავალ შეხვედრამდე.